მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. აი ჩვენ ახლაც ვსაუბრობდით მაშინ, როცა ქართული ოცნება ცდილობს, რომ ეს სასტიკი ძალადობა წარმოაჩინოს ერთ კონკრეტულ გადაცდომის ეპიზოდად და არა სისტემურ დანაშაულად და თეა წულუკიანი გუშინ ამბობდა, რომ სალაპარაკო მიეცითო მტრებსო და სალაპარაკოს ნუ მისცემთო ყველა პოლიციას ვთხოვო. ანუ ეს რას ნიშნავდა? მისი ეს განცხადება, ხო, აი ეს არის მნიშვნელოვანი და კიდევ რა უნდა დაინახოს ყველა მოქალაქემ ამ კადრებში. მარიკა, ჩვენ თუ აქამდე თვალყურს ვადევნებდით, პირდაპირ ეთერში იქნებოდა თუ ეს მონათხრობი წამების მანქანებში ადამიანების წინააღმდეგ რას ჩადიოდა პოლიცია, ხო? შეიძლება ვიღაცას ქონოდა იმის განცდა, რომ აი აქციაზე ნუ წახვალ, იქ ნუ გახვალ და არაფერი არ მოგი მაგრამ აი მივიდა იმ ადამიანამდე, რომელიც უბრალოდ ქუჩაში გადაადგილდებოდა და არაფერი არ დაუშავებია. რას გვიჩვენებს აი ეს ყველაფერი? მოგესალმები პირველ რიგში და მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. ჩვენ ამ შემთხვევაში, გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ვნახეთ უმძიმესი ფაქტები, თუმცა სამწუხაროდ ეს არ იყო ჩვენთვის სიახლე, იმიტომ რომ ასეთი ფაქტები ჩვენ არაერთი გვაქვს ნანახი და ეს ზუსტად მიუთითებს იმას, რომ ამ ტიპის ძალადობა ერთი და განყენებული შემთხვევა კი არ არის, ეს ატარებს სისტემურ ხასიათს. სისტემური ძალადობა და სისტემური დანაშაულებები ხორციელდება ჩვენი ეგრეთ წოდებული სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ მაგალითებზე მითითებით მე გუშინაც მქონდა ბრიფინგი სწორედ და ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ უმძიმესი ფაქტი თუნდაც, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვალებით დამთავრდა იმ შემთხვევაში, ეს იყო ალან ყაყიტაშვილი, გვახსოვს ჩვენ დავით კაცარავაც იხსენებდა ზუსტად ამას. გლდანის სამმართველოში, პოლიციის განყოფილებაში უსასტიკესი ცემის შემდგომ სასწრაფოდ მოუწიათ გადაიყვანათ კლინიკაში, თუმცა ვეღარ გადაარჩინეს. ასეთივე მძიმე შემთხვევაზე გვაქვს ჩვენ საქმე ამ შემთხვევაში, რომელიც გუშინ გორში განხორციელდა და ადამიანი არის სასტიკად ნაცემი. მე მაქვს მის ადვოკატთან კომუნიკაცია და ვიცი მისი მდგომარეობა, ასევე თუ რას აპირებდნენ ამ ადამიანთან დაკავშირებით და აპირებდნენ საქმე უბრალოდ შეეკერათ, იმიტომ რომ თუნდაც ის ცივი იარაღი, რომლის ქონასაც აბრალებდნენ ამ ადამიანს, უბრალოდ არ არსებობს საქმეში, როგორც მე მაქვს ინფორმაცია უშუალოდ ადვოკატის მხრიდან და ეს მიუთითებს რაზე? ხო, კიდევ შემთხვევები მინდა ჩამოვთვალო. დავით კაცარავა, რომელსაც ჩვენ ახლა უსმენთ, უმძიმესი, უსასტიკესი ცემის და წამების მსხვერპლი გახდა, ხო? საბა სხვიტარიძე, რომელიც დღეს რეჟიმის პატიმარია, რომელიც განყოფილებაში თბილისის მთავარ სამმართველოში აწამეს არაერთხელ, იმიტომ რომ სხვადასხვა სართულებზე აყავდათ და აწამებდნენ და როდესაც ის ცუდად იყო და მას ჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, პარკი მიაწოდეს, აგერო ეს არ გჭირდება ექიმიო, ეს კიდევ დამატებით წამების მექანიზმი, ხო? ვახტანგ ფიცხელაური, რომელიც ასევე მისი მეუღლეს საუბრობს მის წამებას და არაერთი ასეთი შემთხვევა. ეს რას მიუთითებს სწორედ სისტემურ დანაშაულზე, ამას აქვს სისტემური ხასიათი და ამაზე ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხანია ქვეყნის შიგნით და ამაზე არის არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს სისტემურ დანაშაულზე. და რა მინდა აღვნიშნო, რაც ცალსახად მინდა ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად გაიგოს. აქამდე შენ სწორად აღნიშნე, თუ საუბარი იყო, რომ არ გახვალ აქციაზე და ეს მხოლოდ თითქოს აქციაზე თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეხებოდა, არა ძვირფასებო, ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი პაპუნა, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, დასაქმებული იყო, არც აქციაზე იყო გასული, აი ასე მიაკითხა რეჟიმის ძალადობრივმა დაჯგუფებამ, რომელსაც დღეს პოლიცია ქვია და სასტიკად ცემა და ის დღეს ებრძვის ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს, ხო? საკმაოდ მძიმე პრობლემებს წუხელი სასწრაფოდ გახდა გადასაყვანი და კიდევ ბევრი არ ჟღერდება, რაც რას ცდილობს ახლა ქართული ოცნება და რას ცდილობს პროპაგანდა. გარდა იმისა, რომ ახლა ყველაფერს აკეთებენ, ხო, აი ცივი იარაღიო თავიდან ახსენეს, შემდეგ ეტყობა მიხვდნენ, რომ არ გამოვიდოდა იქ ცივი იარაღის კადრებში ჩამატება არანაირად. ეხლა შემოიტანეს, რომ ვითომ ქვა ესროლა ამ ინციდენტის დაწყებამდე პოლიციას. ჩვენ ვხედავთ ასევე პროპაგანდის მცდელობებსაც ოჯახის წევრებთან თუ
ნათესავებთან რაღაცნაირად იმგვარი კომენტარების, რომ თითქოს აი ოპოზიცია არ გვინდა და რომ ყველაფერს გამოიძიებს და რომ ეს არ არის სისტემური დანაშაული და ვხედავთ ასევე კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო თია წულუკიანის გუშინდელი კომენტარი, რომელიც ასევე სიმპტომი იყო იმისა, თუ რას ცდილობენ ახლა ქართულში. მოდი ამ კომენტარით დავიწყებ, თუნდაც ეს კომენტარი მიუთითებს მინიმუმ დანაშაულის წახალისებაზე და თავად ატარებს დანაშაულის ნიშნებს და რატომ? იმიტომ რომ როდესაც ეგრეთ წოდებული პარლამენტარი მიგითითებს მაღალი ტრიბუნიდან, რომ დანაშაული შეიძლება რომ ჩაიდინოთ, მაგრამ ისე რომ ანუ ეს არ გასაჯაროვდეს და ამას ესენი აკეთებდნენ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევაა, როდესაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ან სასტიკად ნაწამები ადამიანები არსებობენ ამ ქვეყანაში. მე ამასთან დაკავშირებით Facebook-ზეც მოუწოდე მოქალაქეებს, რომ მომაწოდონ ესეთი კადრები, ესეთი ისტორიები და არაერთი ასეთი ინფორმაცია მომდის და აუცილებლად თითოეული მათგანი გასაჯაროვდება. მაშინ, როდესაც კანონი არ კანონობს, მაშინ, როდესაც ძალადობისგან ვინც უნდა დაგვიცვას, ის სტრუქტურა და ის ორგანო თავად ჩამოყალიბდა მოძალადე სტრუქტურად, ერთადერთი ბერკეტი, რაც მასთან ბრძოლის დარჩა, არის საზოგადოების კონსოლიდირება, ამ ყველაფერზე საუბარი, გახმაურება და მოუწევთ მერე ის საჩვენებელი დასჯები, რომელსაც ჩვენ ახლა გვაჩვენებენ. 5 პოლიციელის და 6 პოლიციელის დასჯა იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა, არა. აქ სისტემურ დანაშაულზე არის საუბარი. ჩვენ გვყავს ასობით ნაწამები მოქალაქე, პოლიტიკოსი უსასტიკესად ნაცემი. თუნდაც ხაბეიშვილის შემთხვევა რომ გავიხსენოთ, ხო ყობა ხაბაზის შემთხვევა რომ არაერთია შემთხვევა შეიძლება რომ გავიხსენოთ. ჩვენ ყავს ჟურნალისტები სასტიკად ნაცემი, მათ შორის თქვენი ტელეკომპანიის, ხომ? და ამ მძიმე მოცემულობის ფონზე თურმე უფლებამოსილების გადამეტება თუნდაც ძალადობით ყოფილა ის მუხლი რაც ესადაგება. არამც და არამც აქ აქვს ადგილი წამებას, იმიტომ რომ ადამიანს, როდესაც თავს ესხმი და კი არ იჭერ რაიმე დანაშაულისთვის, არამედ საერთოდ დანაშაულს უკერავ, ასე ვთქვათ, შემდგომ აბამ და დაბმულ ადამიანს ძირს აგდებ და წიხლების ჩარტყმის რიგში დგები პოლიციელი, იმას პოლიციელი არ ქვია. იყო დრო ამ ქვეყანაში პოლიციელი ნამდვილად გმირი იყო და მე მინდა რომ ძალიან მალე მოვიდეს ასეთი დრო, როცა ისევ გმირი იქნება. თუმცა დღეს ეს რაღაც სტრუქტურა უფრო ძალადობრივ დაჯგუფებას წარმოადგენს, ვიდრე სამართალდამცავს, რომელმაც წესრიგი უნდა დაიცვას, რომელმაც ჩემი უფლება უნდა დაიცვას, თქვენი უფლება და თითოეული მოქალაქის, რომელსაც ასე წარმატებით თავად ლახავს, თავად არღვევს და აი ზვიად მაისაშვილის კადრებს უყურებთ, უმძიმეს კადრებს. ეს სამართალდამცველმა ჩაიდინა და თუ ვინმეს იმისი ილუზია გაქვთ, რომ ზვიადს იმიტომ დაესხა თავს და იმიტომ იძალადა, რომელიც ასევე წარმოუდგენელი უკანონობაა, რომ ის იდგა აქციაზე და იბრძოდა საკუთარი მომავლისთვის, პაპუნა არ იდგა აქციაზე. ასე მოვა რეჟიმი თითოეული თქვენგანის ოჯახში. ასე მოვა და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა ხმა ამოიღოთ, დაიცვათ თქვენი შვილები, ქმრები, ძმები, მეუღლეები, მშობლები, უამრავი ადამიანი, ქალები არ არიან ამ ქვეყანაში დასულები. მე პირადად ისეთ იმ ორგანიზაციაში ვარ, რომელიც რეპრესირებულ ამ რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ქალებს აერთიანებს და მათთვის ქალების დაჭერა, ქალების ძალადობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, რაც არის ნონსენსი. ის არის შეუსაბამო როგორც კანონთან, ასევე ღირებულებებთან, კაცო, ქართულ ღირებულებებთან არის შეუსაბამო. ყველაფერ არა ქართულს, ყველაფერს უკანონოს, ყველაფერს კადრულობენ და აკეთებენ. და ეს რომ სისტემური დანაშაულია, მე მგონი ამაში ეჭვი უკვე აღარავის აღარ ეპარება, მაგრამ ბოლოს ეს მინდა მარიკა რომ ისევ საზოგადოებას ვუთხრათ და აუხსნათ რატომ არის უკვე ეს სისტემა ყველა მოქალაქისთვის საშიში. ქართული ოცნება აღარც ზნესისვლის, აღარც ფერს და ის ამ ძალადობას განაგრძობს და განაგრძობს კიდევ უფრო მასშტაბური, მძიმე და სასტიკი ფორმებით, ხო? იმიტომ რომ ის უბრალოდ ამაზე დგას, მას სხვანაირად არ შეუძლია, მაგრამ აი რა უნდა გააკეთოს ახლა მართლა თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის გადასარჩენად, როგორ უნდა აღუდგეს წინ აი ამ ყველაფერს?
პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სოლიდარობა და საზოგადოების მოქმედება, იმიტომ რომ მე როგორც წეღან აღნიშნე, მაშინ როდესაც ის სტრუქტურა, რომელმაც წესით ჩვენი უფლებები უნდა დაიცვას, თავად გამოდის ჩვენზე მოძალადედ, საჭიროა რომ ვამხილოთ და თითოეული ასეთი შემთხვევა გავასაჯაროოთ. ამიტომ საჯაროებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ასევე თუ კი ვინმე დარჩა ღირსეული ამ სტრუქტურაში, მან ხმა უნდა ამოიღოს. ხმა უნდა ამოიღოს თითოეულმა ადამიანმა, რომლის მეზობელიც, მეგობარიც, ასეთი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ან რომლის ოჯახის წევრიც თუ ახლობელიც თავად მუშაობს პოლიციაში და ასეთ თანამშრომელს უნდა უთხრას, რომ ეს არ არის ნორმალური და რაც მთავარია, თუ კი ღირებულებითი შეგრძნებები არ გააჩნიათ იქ დასაქმებულ ადამიანებს, იმან მაინც უნდა მოახდინოს პრევენცია, რომ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დარჩება დაფარული და არ დარჩება დაუსჯელი. ჩვენ ვნახეთ 26 მაისს ხალხის ზღვა რაოდენობა, ძალიან დიდი რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც ოცნებამ 2 წელი დაუთმო რეპრესიების გაძლიერებას და პროტესტის ჩახშობას. ეს არ მოხდა და არ მოხდება. 26 მაისმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა ცვლილება, ხალხი არ შინდება და ხალხი იბრძოლებს მანამ, სანამ ეს ცვლილება არ მოვა. ეს ცვლილება ახლოს არის, არ არის ძალიან შორს და ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში იღებს მონაწილეობას, იქნება წამქეზებელი ეგრეთ წოდებული დეპუტატი ქალბატონის არ იყოს, იქნება უშუალოდ მონაწილე, დამფარავი თუ ბრძანების გამცემი ან წამხალისებელი თუ უშუალოდ შემსრულებელი, ყველა ასეთი შემთხვევა იქნება გამოვლენილი. ოცნება დგას ორ რამეზე, ფულზე და ძალადობაზე. ძალადობა ჩაშლილი აქვს ორი მიმართულებით, ტიტუშკები და ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები. გონს მოეგეთ თქვენ ემსახურებით საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული ქვეყნის წინაშე და თქვენი სამშობლოს საზოგადოების წინაშე და უნდა გვემსახუროთ, ჩვენ უნდა ემსახუროთ თითოეულ მოქალაქეს. ყველა მოძალადე, სადაც არ უნდა იყოს ის, მით უმეტეს პოლიციაში, იქნება გამოვლენილი და დასჯილი. ამიტომ საზოგადოების მხრიდან ეხლა ერთადერთი ბერკეტი არის მხილება. კი ბატონო. და ეხლა პოლიციის დღე მოდის უახლოეს პერიოდში და თუ კი სწორედ ეს დღე გადაიქცევა მხილების დღედ, მასობრივი მხილების დღედ, იქნება კარგი საჩვენებელი, ასე ვთქვათ. დარწმუნებული ვარ კეთილსინდისიერი პოლიციელების მხრიდანაც, ვინც ვიცი რომ არიან ამ სისტემაში და იმედია რომ აღარ დახუჭავენ თვალს იმ ყველაფერზე, რაც ხდება ისე როგორც აი ეს პოლიციელები გვერდიდან რო იდგნენ და ვითომ რო არ მონაწილეობდნენ და ნელ-ნელა ტოვებენ. კი, ზუსტად, უკვე იმედი დავიტოვოთ რომ კიდევ არიან. ეხლა სავსეა შეავსეს რიგები შესაბამისი პროფესიული განათლების არ მქონე, ძალიან ესე იგი ახალგაზრდა კადრებით, რომელსაც არც გამოცდილება აქვთ, არც ცოდნა აქვთ, არც გადამზადება მიუღიათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და ეს გონიათ პრივილეგია და ძალადობის რაღაც შეგრძნებებს უჩენთ, რაც არის აბსოლუტური ილუზია. ეს ყველაფერი დაალაგდება. მე უბრალოდ კიდევ არ მჯერა, რომ არსებობენ პოლიციაში ისეთი ხალხი, რომლის ოცნებაც იყო, რომ სტუდენტისთვის მაგალითად სალექციო დარბაზში ან დაწესებულებაში ხელბორტინი დაედო. ან არ მჯერა, რომ ხალები ტროტუარიდან წაეთრიათ, დაეკავებინათ და დაეჭირათ და ამ დროს ნამდვილი დამნაშავეები დღეს ქუჩურ გარჩევებს აწყობენ, ყოლელობები ხდება და 1000 უბედურება, იმიტომ რომ თბილისი გადაექცა კრიმინალების ქალაქად. რაც დაუშვებელია, რაც მოიტანა ქართული ოცნების მმართველობამ და ეს უნდა დასრულდეს ძალიან მალე. დიდი მადლობა მარიკა, მადლობა სტუმრობისთვის. მარიკა არევაძე, კოალიცია ცვლილებისთვის ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.